მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი კომენტარებისთვის და მოწონებებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს და მათ ვინც ფინანსურად უჭერთ მხარს არხის განვითარებას. დღეს გთავაზობთ 2025 წლის ოქტომბრის ტარო პროგნოზ ლომებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია. და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ვნახოთ თვის ფონური ენერგია, კვერთხების ხუთიანი, ბრძოლის აქტიური ენერგია. აქ ბრძოლა რა თქმა უნდა არ უნდა გავიგოთ პირდაპირ მნიშვნელობით, ამ პოზიციაზე ეს ბარათი უფრო თქვენს შინაგან ბრძოლას, თვითდამკვიდრების და საკუთარი სურვილების რეალიზებისთვის შინაგანი ენერგიის და ძალისხმევის მობილიზებას გულისხმობს. გაიხსენეთ გამოთქმა, რომ ცხოვრება ბრძოლაა და პირველ რიგში საკუთარ გაუბედაობასთან, შიშებთან, კომპლექსებთან და ბლოკებთან ბრძოლა. თუმცა ზოგიერთი თქვენგანისთვის შესაძლებელია გულისხმობდეს, რომ მოგინდებათ ან მოგიწევთ საკუთარი საზღვრების დაცვა, სხვების საკუთარ სიმართლეში დარწმუნება, იგრძნობთ მზაობას, რომ შეხვიდეთ ნებისმიერი სახის კონკურენციაში, აქტიურად დაიწყებთ თქვენი სურვილების გამოვლენას ოჯახში, სამსახურში, ზოგადად სოციუმში. შესაძლებელია შეგექმნათ კონფლიქტური სიტუაციებიც, თუმცა გირჩევთ არ დანებდეთ, კეთილგონივრულობის და ზომიერების ფარგლებში არ მოერიდოთ კამათსაც, თუ ეს გარდაუვალია საკუთარი მიზნების რეალიზებისთვის. აქვე გეტყვით, რომ ტაროს სისტემაში ამ არკანს მოსდევს გამარჯვების, ტრიუმფის არკანი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არ დანებდებით და ბოლომდე იბრძოლებთ, არ დაზოგავთ ენერგიას და ძალას, აუცილებლად მიაღწევთ თქვენს დასახულ მიზნებს და მიხვალთ თქვენთვის სასურველ შედეგებამდეც. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. მეექვსე მაღალი არკანი შეყვარებულები. ამ შემთხვევაში თვის მთავარი ენერგიის გათვალისწინებით რაღაც მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთების აუცილებლობაზე მიუთითებს, როდესაც მაგალითად დაქორწინების საკითხი დგება დღის წესრიგში და მოგიწევთ მეტი პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ თავზე. ან დაქორწინებული ხართ და პირიქით ხვდებით, რომ ურთიერთობამ ამოწურა თავისი თავი და გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. ასევე შესაძლებელია ოჯახთან ერთად დიდი ცვლილებებისთვის ემზადებით, მაგალითად საცხოვრებელი ადგილის შეცვლას გეგმავთ, ან სასიყვარულო სამკუთხედში ხართ გაბმული, გრძნობთ, რომ ასე ხანგრძლივად ვერ გაგრძელდება და გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, რაც მარტივი არ იქნება. თუმცა თუ პირად ცხოვრებაში ასეთი სერიოზული გამოწვევების წინაშე არ დგახართ, მაშინ ეს არკანი პოზიტიური ენერგიის მანიშნებელია, როცა პარტნიორის სიყვარული და მზრუნველობა დაგეხმარებათ ნებისმიერი სირთულის გადალახვაში. ასეთ შემთხვევაში დაიყრდენით ადამიანს, რომლისთვისაც ასეთი მნიშვნელოვანი ხართ, გაანდეთ და გაუზიარეთ თქვენი პრობლემები და გქონდეთ იმედი, რომ ერთად ნებისმიერ სირთულეს ადვილად გავუმკლავდებით. სიყვარული დიდი ძალაა, რომელიც ნებისმიერ ცხოვრებისეულ დაბრკოლებას გადაგალახვილებთ. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. კვერთხების ექვსიანი, წარმატების მიღწეული შედეგების ენერგია. ამ პერიოდში პარტნიორის ყურადღების ცენტრში იქნებით, იგრძნობთ დაფასებას და მხარდაჭერას მისი მხრიდან. თუ აქამდე იყო გარკვეული საკამათო საკითხები თქვენ შორის, ამ პერიოდში პარტნიორი დათმობაზე წამოვა და აღიარებს თქვენი მოსაზრებების ან პოზიციის უპირატესობას. ასევე თუ რაღაც პერიოდის განმავლობაში გარკვეულ ძალისხმევას სდებდით სასურველი მიზნის მიღწევაში, დიდი შანსია სწორედ ოქტომბერში მიიღოთ ეს შედეგები და უფრო მეტიც, სავსებით შესაძლებელია ასეთმა წარმატებამ არა მარტო გაგახაროთ, არამედ ახალი მიზნები გაგიჩინოთ და შინაგანი ენერგიითაც აგავსოთ, რომ კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით შეუდგეთ ახალი გეგმების განხორციელებას. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხდება ამ პერიოდს, მე-15 მაღალი არკანი ეშმაკი.
დიდი ალბათობაა, რომ ამ პერიოდში თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც მოახერხებს თავბრუ დაგახვიოთ და აყვეთ ვნებას, შესაძლებელია საწყის ეტაპზე მისმა გარეგნობამ, მანერებმა, თქვენდამი განსაკუთრებულმა დამოკიდებულებამ აგანთოთ და ზედმეტად პოზიტიურადაც კი გაანგაწყოთ მის მიმართ, მაგრამ გეტყვით, რომ ასევე დიდი ალბათობა თქვენ დაუნებურად და თქვენივე ხელშეწყობით აღმოჩნდეთ ეგრეთ წოდებულ ტოქსიკურ ურთიერთობაში, რომლიდანაც თავის დაღწევა მომავალში ძალიან გაგიჭირდებათ. ამიტომ შეეცადეთ აღნიშნულ პერიოდში იმოქმედოთ ფრთხილად, ყურადღებით და ნებისმიერ ადამიანთან მიმართებაში შეინარჩუნეთ შეფასების რაციონალური კრიტერიუმები. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გვპირდებათ ოქტომბერში საქმიანი სფერო. მონეტების ხუთიანი, კრიზისული ენერგიის ბარათია. შესაძლებელია ამ პერიოდში თქვენ სამსახურში ადგილი გქონდეს საკმაოდ ნეგატიურ და სტრესულ ცვლილებებს, ზოგიერთი თქვენგანის შემთხვევაში კი შესაძლებელია თქვენი სამსახური გაკოტრდეს, ან მოხდეს ისეთი ცვლილებები, მაგალითად რეორგანიზაცია ან რესტრუქტურიზაცია, რომელიც საფრთხე შეუქმნის თქვენ სამუშაო სტაბილურობას. უფრო მსუბუქ შემთხვევებში კი შესაძლებელია მოხდეს თქვენი მიმდინარე პროექტების ან საქმეების შეფერხება, გადავადება ან სულად შეწყვეტა. ან ეს კრიზისი შესაძლებელია თქვენს გასამრჯელოზე აისახოს და მაგალითად დაგვიანებით აიღოთ ხელფასი. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. მეხუთე მაღალი არკანი იეროფანტი. ამ შემთხვევაში ეს ბარათი პროფესიული ცოდნის გაღრმავების ან ახალი ცოდნის შეძენის აუცილებლობაზე მიუთითებს და ასევე მოგიწოდებთ გონიერებისკენ. მეტი სიბრძნით მიუდექით საქმიან სფეროს. გაიაზრეთ საკუთარი ცოდნა, არსებული გამოცდილება და შეეცადეთ არ გაცდეთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებს. ნუ დაიტვირთავთ თავს ზედმეტი საქმეებით, მით უმეტეს თუ ეს თქვენს მოვალეობებში არ შედის. შეეცადეთ მეტად კონცენტრირდეთ განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებაზე, ახალი ცოდნის შეძენაზე და ეცადეთ თქვენი გადაჭარბებული ინიციატივებით ან კონფლიქტური განწყობებით არ მოიზიდოთ შემთხვევითი პრობლემები და სირთულეები. მათთვის კი ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, ხმლების სამიანი, სამწუხაროდ თქვენი დასაქმების შანსი ოქტომბრის განმავლობაში მინიმალურია. ბევრი თქვენგანისთვის ამ არკანების კომბინაცია შესაძლებელია გამოვლინდეს როგორც იმედგაცრუება, გული დაგწყვიტოთ ამ მიმართულებით თქვენი აქტიურობის წარუმატებელმა მცდელობებმა, მაგალითად შესაძლებელია ნახოთ თქვენთვის სასურველი ვაკანსია, რომელიც უკვე დაკავებული იქნება, ან გახვიდეთ გასაუბრებაზე და გადაწყვეტილება დამსაქმებელმა სხვის სასარგებლოდ მიიღოს. შეეცადეთ ასეთი უარყოფითი ფაქტები არ მიიღოთ როგორც გარდაუვალი და მით უმეტეს მარადიული მოცემულობა, არ დაყაროთ ფარხმალი, დაელოდეთ თქვენთვის ენერგეტიკულად უფრო პოზიტიურ დროს, გახსოვდეთ რომ თქვენი დროც მოვა და ვინც ეძებს ის აუცილებლად პოულობს. მათთვის კი ვინც თვით დასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, თასების ხუთიანი. ამ პერიოდში შესაძლებელია გრძნობდეთ კიდეც თქვენ საქმიანობაში ცვლილებების და განახლებების აუცილებლობას, თუმცა ამ ეტაპზე თქვენ არ გაქვთ შინაგანი მზაობა ამ ცვლილებების განსახორციელებლად. ოქტომბრის განმავლობაში შესაძლებელია საკმაოდ სერიოზულ წინააღმდეგობებთან მოგიწიოთ გამკლავება, არ არის გამორიცხული ადგილი გქონდეს კრიზისულ მდგომარეობასაც, აქ კონფლიქტის ალბათობა ნაკლებია, მაგრამ შესაძლებელია ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ. ამიტომ მოერიდეთ რისკიან გარიგებებს, ავანტურულ შემოთავაზებებს, ეს ბარათი გეუბნებათ, რომ თქვენ რაღაც მოძველებულს ეჭიდებით და ვერთმობთ, ვერ ამბობთ უარს, გარკვეულ ხედვაზე ან მიდგომაზე, რომელიც აღარ არის აქტუალური და ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და ახალ გამოწვევებს. ამასთანავე ბარათი გეუბნებათ, რომ თქვენს წინაშე არის პოზიტიური შანსები, თავარია დაინახოთ ეს შესაძლებლობები, შეცვალოთ თქვენი ხედვის კუთხე, თქვენი მიდგომები, აღიაროთ სიახლის აუცილებლობა და მაშინ ყველაფერი გამოგივათ. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს ოქტომბერში, ვერთხების ოთხიანი, მიუხედავად საკმაოდ დაძაბული პერიოდისა, ოქტომბერი მატერიალური თვალსაზრისით სტაბილურობას გპირდებათ,
გექნებათ შესაძლებლობა თამამად გაწიოთ საჭირო ხარჯებიც, მათ შორის შესაძლებელია ასეთი ხარჯი ეხებოდეს ოჯახის წევრების დაბადების დღეებს, ქორწილს, სხვადასხვა ცერემონიებს. ასეთ შემთხვევაში შეძლებთ საჭირო ფინანსების მობილიზებას, თუმცა ზოგადად გაითვალისწინეთ, რომ ეს პერიოდი თქვენთვის არახელსაყრელი იქნება ახალი ფინანსური ვალდებულებების ასაღებად და სხვადასხვა ტიპის ინვესტიციებისთვის. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. ხმლების ხუთიანი. ეცადეთ არ იფიქროთ მარტივ გამოსავლებზე, მოკლებადიან მიზნებზე და ეშმაკურ გზებზე წარმატების მოსაპოვებლად, კონცენტრირდით ფუნდამენტურ ცვლილებებზე, გრძელვადიან პერსპექტივებზე და თქვენს ინდივიდუალურ თვითრეალიზებაზე. არ წახვიდეთ კომპრომისებზე საკუთარ ღირსებასთან, მაშინაც კი თუ ზდონება დიდია. სამყარო თქვენგან ელის მხოლოდ თქვენთვის დამახასიათებელი ინდივიდუალიზმის უნიკალურ გამოვლინებებს და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ შექმნათ ის სასურველი რეალობა, რომლისკენაც ისწრაფვით. ასეთი იყო 2025 წლის ოქტომბრის ზოგადი ტარო პროგნოზი ლომებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.